მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ფაქტი, როგორც იცით, ამ გადაცემაში ვსაუბრობთ დეზინფორმაციაზე და იმ რეალურ ფაქტებზე, რომელსაც სამწუხაროდ მოსახლეობას არ აცნობენ და ასე ავრცელებენ ყალბ ინფორმაციებს. სამწუხაროდ ამ დეზინფორმაციების გავლენები ჩვენ რეგიონში საკმაოდ საგრძნობლად არის შესამჩნევი და სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ დღევანდელ გადაცემაში. ანანო სიყმაშვილი არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, ანანო. ის გახლავთ სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის ტრენერი, რომელიც ახორციელებს პროექტს ახალგაზრდების მეთოდების გაძლიერება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ევროპული მესწრაფეების ხელშეწყობა კონფლიქტით დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში. ანანო, მოდი გითხარით თავდაპირველად რა იყო ამ პროექტის მიზანი, როდესაც ამ იდეაზე მუშაობდით და შემდეგ ვისაუბროთ დეზინფორმაციაზე, რატომ ვრცელდება მოქალაქეებში ასე დამახინჯებულად ინფორმაცია, რა არის მისი მიზანი და რა ფაქტები შეგვიძლია დაუპირისპიროთ. მადლობა პირველ რიგში და მინდა აღნიშნო, რომ ეს პროექტის მიზანი თავდაპირველად იყო რასაკვირველია ახალგაზრდებში ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება და აქვე უნდა აღნიშნო, რომ ზუსტად ცნობიერების ამაღლება დეზინფორმაციის და პროპაგანდის და ზოგადად მედია წიგნიერების ირგვლივ ზუსტად ეს არის ერთ-ერთი მთავარი ხელსაწყო თუ როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას და პროპაგანდას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა რომ გაევლოთ ტრენინგების კურსი, ასე რომ ვთქვათ. პირველი კურსი რაც ეხებოდა მედია წიგნიერებას, დეზინფორმაციას და პროპაგანდას თავისთავად, ასევე მოიცავდა კიბერჰიგიენის ელემენტებსაც. შემდგომ უკვე შერჩეულ მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა რომ სასწავლო ვიზიტის ფარგლებში წასულიყვნენ ლიეტუაში, კონკრეტულად კი ვილნიუსში და გაცნობოდნენ თუ როგორ მუშაობენ იქ დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ და ვფიქრობ რომ ეს ძალიან პროდუქტიული იყო მათთვის და შემდგომ დაბრუნების შემდგომ აქვთ მათ შესაძლებლობა რომ ამ ყველაფერზე გადაცემების მეშვეობით იმსჯელონ, გაგვიზიარონ მიღებული ცოდნა და ვფიქრობ რომ აქ უკვე ჩვენი ორგანიზაცია ხედავს შედეგს თუ მონაწილეებს როგორი ცოდნა და გამოცდილება მივაწოდეთ კონკრეტული კრიტიკული საკითხის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ახსენე ის შესაძლებლობები, რასაც მაგალითად საზღვარგარეთ ყოფნისას ახალგაზრდები იძენენ. გარდა ამისა, რა შეგვიძლია უთხრათ კიდევ მაყურებელს, რომლებიც აი ამ დეზინფორმაციის გავლენების შედეგად ფიქრობენ, რომ ახალგაზრდებს მომავალს უმახინჯებს რყმნის და ასე შემდეგ, ხო, ევროკავშირი, ევროინტეგრაცია, რა სარგებელს იღებენ რეალურად ამ დრომდე და სამწუხაროდ არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები. ახალგაზრდები ევროინტეგრაცია რა შესაძლებლობებს თავაზობს, რა კარს უხსნის მათ და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდებიც იყვნენ თვითონ ჩართულები სწორედ საკუთარი უკეთესი მომავლისათვის. დიახ, ახალგაზრდებისთვის ეს არის ნამდვილად მნიშვნელოვანი, რადგან მათთვის ეს არის შესაძლებლობა რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეთ, მიიღონ სრული დაფინანსება როგორც სწავლის, ასევე მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამების, ასევე არის უამრავი სასწავლო ვიზიტები, სადაც სრული დაფინანსება როგორც მაგალითად ამ შემთხვევაში ჩვენი მონაწილეები იყვნენ წასული, წავიდნენ, მიიღონ კონკრეტული თემის მიმართულებით გამოცდილება, ახალი ცოდნა, ინფორმაცია, შემდგომ დაბრუნდნენ საქართველოში და გაუზიარონ ახალგაზრდებს, თავიანთ თემში მცხოვრებ ახალგაზრდებს და მოსახლეობას გარკვეული თემის შესახებ ინფორმაცია. და ვფიქრობ, რომ და ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომ ეს შესაძლებლობები ევროპის მიმართულებით რაც გვაქვს, აუცილებლად მაქსიმალურად გამოიყენონ, რადგან დიახ და შემდგომ ჩვენს ქვეყანას მოახმარონ მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება. სამწუხაროდ არის ესეთი პრობლემაც, რომ ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთ იღებენ გამოცდილებას, ქვეყანაში აღარ ბრუნდებიან არსებული ვითარებიდან გამომდინარე და აუცილებელია რომ სიტუაცია შეიცვალოს, რომ ის მიღებული ცოდნა, სწორედ ის სიკეთეები, რაც ევროკავშირის ქვეყნებში აქვს მიღებული ახალგაზრდებს საკუთარ სამშობლოს დაუთმონ და აქ გამოიყენონ. ასევე არის აი ერთ-ერთი ხელშემწყობი, რაც უმახინჯებს ზოგადად მოსახლეობას, ახალგაზრდებსაც მათ შორის ცნობიერებას, ეს არის დეზინფორმაცია, ყალბი ამბები, რომელსაც მიზანმიმართულად რუსული კრემლისტური დაჯგუფებები ავრცელებენ იმისთვის, რომ განწყობები შეცვალონ, თუ კი მოსახლეობას აი ეს სარგებელი კარგად აქვს გააზრებული და იცის მან რა ბენეფიტი მიიღო მისმა ოჯახისწორმა ახალგაზრდამ, დაუმახინჯონ ცნობიერება, შეხედულებები შეუცვალონ და ასე შემდეგ. ძირითადად ჩვენი რეგიონის მაგალითზე, მაგალითად ხშირი არის ხოლმე რელიგიით მანიპულირება, ტრადიციები და ასე შემდეგ. ზოგადად რა დეზინფორმაციები ვრცელდება, რა მითები ვრცელდება ევროკავშირთან დაკავშირებით და აქვე რომ საპირისპირო არგუმენტები და ფაქტები გაუზიაროთ ჩვენ მაყურებელს. თავდაპირველად რომ დავიწყოთ, დეზინფორმაცია და პროპაგანდა სამწუხაროდ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, რუტინის ნაწილად იქცა და ჩვენი ნიუსების ფიდი მხოლოდ დეზინფორმაციული პროპაგანდისტული ნარატივებით არის, ასე ვთქვათ, დაბინძურებული და აჭრელებული, შეიძლება ითქვას და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ყალბი ინფორმაცია როგორ გავარჩიოთ რეალურისაგან, თუ რა არის მითი, რა არის რეალობა, რომ ჩვენზე ადამიანზე, როგორც ვიცით, პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ზუსტად ეს ემოციური ზეგავლენა და
ქცევითი ზეგავლენა ადამიანებზე, რომ ჩვენ ამ ყველაფრისგან თავი დავიცვათ ყოველდღიური ცხოვრების განმავლობაში. და ძირითადი ნარატივები, რაც ვრცელდება დღესდღეობით, რა თქმა უნდა, ეხება ევროპულ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენს ქართულ ტრადიციულ ღირებულებებს უკავშირდება, თუ რა განსხვავება და ამ ყველაფრის ჰარმონიზაცია როგორ მოხდება სამწუხაროდ და რეალურად სხვადასხვა ორი სამყაროა, როგორც ეს გავრცელებული ნარატივები გვიხატავს ამ ყველაფერს, ასევე როგორც უკვე ვისაუბრეთ, სწორება მიდის ევროპულ შესაძლებლობების ახალგაზრდებისთვის, რომ რეალურად ეს ისეთი განსაკუთრებული არაფერია ახალგაზრდებისთვის და მსგავსი გამოცდილება და ცოდნა ასევე შეუძლიათ რომ მიიღონ საქართველოშიც და რეალურად ისეთ ზუსტად ესე ვრცელდება ხოლმე, რომ ისეთ ღირებულს და გამოსაყენებელს სამწუხაროდ ისინი ევროპაში ან თუნდაც ამერიკაში ვერ მიიღებენ ვერაფერს, მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის მითი და არა რეალობა, მეგობრებო. თქვენ უნდა გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, არავინ არ შეეხება ჩვენს ღირებულებებს, ტრადიციებს, ამ ყველაფრის უბრალოდ ჰარმონიზაცია მოხდება და რა თქმა უნდა აქ შემოდის უკვე ტოლერანტობაც და ყველა ეს ნიუანსი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გააზრებული, მით უმეტეს ახალგაზრდებს როდესაც ვსაუბრობთ და მათ აქვთ უკვე გამოცდილება რომ გაიზიარონ ეს ევროპული გამოცდილება, ეზიარონ ევროპულ კულტურას, იციან თუ რას გულისხმობს ეს ყველაფერი და ასევე იაზრებენ იმასაც რომ ევროპული გამოცდილებით საკუთარ ტრადიციულს არაფერს დაკარგავენ. და მოდი მიზანზეც უთხრათ, რა არის ამ ყველაფრის მიზანი? რას ემსახურება თუნდაც მოქალაქეების ცნობიერების შეცვლა, თუნდაც ის დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელების უკან რა დგას, რა იმალება და რისი მიღწევა სურთ მის ავტორებს? კი ბატონო, რა თქმა უნდა, ყველა დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ ნარატივებს საკუთარი სამიზნე ჯგუფი ყავს და თითოეული ნარატივი მიმართულია იმისთვის, რომ თავიანთ, ასე რომ ვთქვათ, საქმეს დასახულ მიზანს მიაღწიონ. ამ შემთხვევაში ახალგაზრდების ჭრილში თუ განვიხილავთ, შეიძლება ვთქვათ, რომ მათი მიზანია, რომ ახალგაზრდების ტვინების გადინება, რასაც ქვია, შეეჩერონ და დატოვონ საქართველოში, რადგან როგორც უკვე თქვენც აღნიშნეთ, გასული ახალგაზრდების მცირე რაოდენობა ბრუნდება საქართველოში უკან, მაგრამ ნუ ამის მიზეზებს აღარ შევეხები ეს რატომ ხდება, რასაც შორს წაგვიყვანს, ამას აღარ შევეხები, მაგრამ სამწუხარო რეალობა არის ეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოში თუ იქნება შესაბამისი განათლების სისტემა და შესაძლებლობები, რაც ახალგაზრდებს 18 წლიდან ზევით სჭირდებათ, რომ განვითარდნენ და მიიღონ და გამოიმუშაონ ყველა უნარი, რაც შემდგომ მათ აქტიურ და შემდგარ მოქალაქეებს ჩამოაყალიბებს, მათ აღარ ექნებოდათ ეს სურვილი და ეს ტვინების გადინების პრობლემაც არ დადგებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ახალგაზრდების მიმართულებით ძირითადი მიზანი მაინც მგონია ეს, რომ ეს განათლებული ძლიერი ახალგაზრდები ვინც ყავს, რომ ისევე ჩვენს ქვეყანაში დარჩნენ და მიღებული ცოდნა და გამოცდილება სხვა ევროპულ თუ ამერიკულ ქვეყნებს არ მოახმარონ. ანუ რას მივიღებთ, როდესაც ქვეყანა გახდება ევროკავშირის ნაწილი, ანუ ამ ევროინტეგრაციის პროცესების დაჩქარებით კონკრეტულად ახალგაზრდები უფრო მეტად რა სარგებელს მიიღებენ? პირდაპირ ვთქვათ, ევროკავშირი უდრის მეტ ევროპულ შესაძლებლობას, რაც გულისხმობს, რომ ღია ხარ შესაძლებლობებისთვის, უბრალოდ უნდა შეავსო, გამოიყენო ეს ყველაფერი და ხარ თავისუფალი ამ ყველაფერში და ყველაფერი ამ შემთხვევაში დამოკიდებულია შენს мотивაციაზე და შენს სურვილზე. ეს პირდაპირ ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი ახალგაზრდასთვის, რომელიც ყოველთვის ცდილობს, რომ განვითარდეს და ეძიოს ახალი გზები განვითარებისთვის, შესაძლებლობებთან, განვითარებასთან და სამომავლო პერსპექტივებთან ასოცირდება. ანუ მედია წიგნიერება თანხდებით, რომ უმნიშვნელოვანესია დღევანდელ ვითარებაში და ასევე ონლაინ სივრცეში მაქსიმალურად ჩვენ მედიის წარმომადგენლებმაც უნდა ფაქტები ვაზიაროთ იმ ყველაფრის საპირწონედ, რასაც ესეთი პროპაგანდისტული ჯგუფები ასეთი სისწრაფით ავრცელებენ. თუმცა არის მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, მაგრამ 24 საათის განმავლობაში თუ არა გარკვეული პერიოდის განმავლობაში დროის რაღაც მონაკვეთში იღებს დეზინფორმაციას ტელევიზიით, მეტი რესურსი მას არ გააჩნია. აი ამ მოსახლეობაში, ამ ნაწილში როგორ უნდა ვიმუშაოთ, მედია წიგნიერება მათთან როგორ უნდა ჩავიტანოთ და აქ მნიშვნელოვანია სკოლებში რამდენად რელევანტურად მიგაჩნია უკვე მედია წიგნიერება ადრეული ასაკიდანვე რომ დაიწყოს. კი ბატონო, მოდი სკოლებიდან დავიწყებ. ტრენინგები, როგორც აღნიშნე ვარ ტრენერი და მაქვს ხოლმე შეხება და გამოცდილება სხვადასხვა სკოლაში ჩავატარო ტრენინგი და ბედნიერი ვარ ხოლმე, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ მათ აქვთ კლასი, რომელსაც ქვია მედია წიგნიერება და ეცნობიან გარკვეულ ინფორმაციებს ამ კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარა ასაკიდანვე დაიწყონ ამ ინფორმაციების შესწავლა, რადგან აი რაც არ უნდა დიდი და ხანგრძლივი ტრენინგ კურსი ჩავატაროთ, ეს არის ამოუწურავი, ასე რომ ვთქვათ, ოჯახის გავლენაც არ უნდა დავგავიწყდეს. ოჯახი დიახ და ეს არის ამოუწურავი თემა,
რომელსაც მუდმივად სწავლა, განვითარება და აღმოჩენა სჭირდება. ამიტომ რაც უფრო ცნობიერი ასაკიდან დავაწყებინებთ სკოლაში ბავშვებს და მივავწვით მედია წიგნიერების შესახებ ინფორმაციას, ვფიქრობ, რომ სასარგებლო იქნება, რადგან მათ თუნდაც საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში უკვე გააზრებული ასაკიდან გამოადგებათ და ისწავლიან თუ როგორ გაარჩიონ უბრალოდ მითი და რეალობა, ფოტომანიპულაცია და ფოტოს არასწორი აღწერა ასევე. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხოლო რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომელთათვისაც მხოლოდ ტელევიზია და ტელევიზორის საშუალებით იღებენ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ძირითადად მაინც ცნობიერების პრობლემა, ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ამ საკითხს, როდესაც ვეხებით, შესაბამისად ვფიქრობ, რომ იყოს გარკვეული, ასე რომ ვთქვათ, რეკლამის სახით გადაცემები, ეგრეთ წოდებული ბროშურა რო წარმოვიდგინოთ, უბრალოდ ციფრულ ვერსიაში, სადაც უბრალოდ მარტივი წესები იქნება თუ როგორ უნდა გაარჩიო, რას უნდა ეინდო, რას არ უნდა ერდო, რას გულისხმობს მედია წიგნიერება, დეზინფორმაცია, პროპაგანდა. ვფიქრობ, რომ მათ მივაკვდით ამ კუთხით გარკვეული ინფორმაციას, იმიტომ რომ ტრენინგის ჩატარება ნაკლებად ეფექტური მგონია, იმიტომ რომ უკვე ვიცით რა წარმოდგენებიც აქვთ მათ შექმნილი და ამ ადამიანების ტრენინგზე მიყვანა და დასწრება უფრო რთული საკითხია, ასე რომ თუმცა კარდა ასე ადამიანურ მათთვის გასაგებენაზე თემის დონეზე, ზუსტად ამიტომ უნდა მიიღონ ამ ახალგაზრდებმა ამ კუთხით მეტი ინფორმაცია და მეტი გამოცდილება, რომ მე საკუთარ თემში, საკუთარ უფრო რო დავავიწროთ თუნდაც სამეზობლოში გააზიარონ ეს ინფორმაცია და აამაღლონ ცნობიერება ამ კუთხით. კი ბატონო და პროექტის შესახებაც ვისაუბრეთ, მაგრამ უფრო მეტად გვინდა რომ შესაძლებლობები და სარგებელი უფრო მეტად წარმოვაჩინოთ და დასასრულისკენ რომ შევაჯამოთ, რამდენად მიღწეულია ის მიზნები, რაც იყო განსაზღვრული ამ პროექტის შედეგად და საერთო ჯამში როგორ იმუშავა პროექტმა. ვფიქრობ, რომ პროექტის შედეგები არის არაჩვეულებრივი, ვიტყვის ამბიციურად რომ არის არაჩვეულებრივი, რადგან როდესაც ჩვენი მონაწილეებისგან უკავშირს ყოველთვის ვიღებთ ხოლმე და როდესაც უკავშირი მივიღეთ და მათ თავიანთი მიღებული ცოდნა გამოცდილება გაგვიზიარეს ამ კუთხით და თავიანთი სკილები უკვე ამ კუთხით და გადაცემების ჩაწერის დროსაც გამოავლინეს მიღებული ცოდნა დარწმუნებული ვარ, რასაც მე თვითონაც ვადევნებდი თვალს, მივხვდით რომ ის შედეგი ჩვენ რაც გვინდოდა დავდეთ და ამ ახალგაზრდებს ასევე მათ უნდა აღნიშნო რომ ჰქონდათ TOT-იც, ანუ ტრენერთა გადამზადების ტრენინგი და შესაბამისად მათ უკვე აქვთ გარკვეული კომპეტენცია იმისთვის რომ თავიანთ თემში ცნობიერების ამაღლების კამპანიები აწარმოონ და თუ ჩვენ ეს შევძელით, რა თქმა უნდა, შედეგი არაჩვეულებრივია. გისურვებთ წარმატებას და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ რთულ პერიოდში მსგავსი პროექტები გაგრძელდეს. საჭიროება არის ნამდვილად ამის და მოქალაქეები ყოველდღურად ხედავთ როგორ ექცევიან ამ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივების გავლენის ქვეშ. გისურვებთ კიდევ ერთხელ ბევრ ასეთ ტრენინგს და ბევრ გადამზადებულ ახალგაზრდას, რომლებიც დარწმუნებული ვარ საკუთარ თემში ერთგვარი დემოკრატიის შუქურები იქნებიან. ჩვენ არაერთხელ გქონია მათთან შეხვედრა და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ოჯახის წევრები იმ ნარატივებს უზიარებენ, რომლის ქვეშაც წლების განმავლობაში სამწუხაროდ ისინი იყვნენ. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. ვსაუბრობდით სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის ტრენერთან ანანო სიყმაშვილთან ერთად. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.